ბავშვს აქვს მოთხილება, რომ ყველაფერში გამარჯვებული იყოს. ის სულ უნდა და თუ არა ატირდება, გაბრაზდება, გადააყირებს რაღაცებს და სხვა ამგვარი, ხო? მამა, რატო იგრძე ახლა მამა? აქ უფრო ძლიერ გავლენას მამა მოახდენს შვილზე. საღამოთი მიუწევს გვერდ და უთხრას. ჩვენ ვართ ვინ? კაცები. კაცები ვართ ჩვენ. ხან გავიმარჯვებთ, ხან ვერ გავიმარჯვებთ. მაგრამ თუ კაცები ვართ, ვითმენთ ამას და გამარჯვებულს ხელს ჩამოვართვეთ და მიულოცავთ. აბა გაიმეორე რა გითხარი? გაიმეორე ხო? კარგი. მერე ხვალიდან ჭადრაკს ვასწავლი. ვასწავლი და სულ ზღვარზე ვითამაშებ მასთან. აი იმარჯვებს და ვერა, იმარჯვებს და ვერა. ხო? ხუთი ბავშვები სამი წელი სწავლობენ ჭადრაკს. იმარჯვებს ვერა, ხან გავამარჯვებინებ, ხან დავამარცხებ. და როცა მე დავმარცხები, ხელს ჩამოვართმევ და მიულოცავ. ნიმუში მივეცი. არა? და ასე. წავიყვან სადაცაც ტყეში თუ მინდორზე და ვიტყვი, აბა შევეჯიბროთ სირბილში. ხან გაუსწრებ და ვაჯობებ. და მომილოცებ ეტყვი. ხან დავმარცხებ და მიულოცავ. თუ ძმაც გაუჩნდა, თუ ამხანაც გაუჩნდა, ორივე წავიყვან. და ასეთ პროცესს მოვუწყობ. ვასწავლი, მიულოცე შენ იმას, რომ იმან გაჯობა, გიხაროდეს. ასეთი ამხანა გიყავს, რომელსაც ეს შეუძლია. და იმასაც ვეტყვი, ეხლა შენ მიულოცე და სხვა ამგვარ. არა? აი ეგეთი ვარჯიშები უნდა მოიფიქროთ, რომ მარტო სიტყვები არ უშველის ამას. რომ ხან ესია, რასი ზამა, მარტო უნდა აუგო ვითარება და იქვე ედგე გვერდით. თუ დამარცხდა, იქვე ხარ გვერდით და სიმამაცის რაღაცა ენერგია შეძენ. კაცი ხარ შენ, ვერ შენია, ეხლა ეგრეა, მე ისე იქნება, რა ვქნათ? ცხოვრება ასეთია. მამა ჩააბია საქმეში.